მატარე. რუბრიკაში ავტომობილი დავემგზავრებით მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძეს. მივცეთ ისა სიგნალი. ავარაუხსნათ. თბილისში ჩამოვედი, 1-2 წელი არ ვჯდებოდი საჭეს და ვსწავლობდი ამას ყველაფერს, როგორ ხდება, როგორი მანერით დადია. ყველა ქალაქს თავისი სტილი აქვს, სიარულის და აი შევისწავლე და ბოლოს იცი რა აღმოვაჩინე? თბილისში, ქუთაისში და ბათუმში თუ შენ მანქანით შეგიძლია გაიარო, შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ატარო უპრობლემოდ მანქანა. ბათუმი არის ძალიან განსხვავებული მართვის კულტურით. აი ბათუმში თუ მანქანას მართავ ჩემი აზრით. თბილისი უკვე მარტივია რა. თბილისი მარტივია, იმიტომ რომ უფრო ფართია და მაგრამ რა იცი, აქაურ საცობებს თავისი ხიბლი აქვს. აი მაგალითად, აქაურ საცობში ჯანმრთელი კუს ნაბიჯებით მიდიხარ. აი კუს, რომელსაც არაფერი არ ელენთა გადადებული არაფერი მიიღო. აი ბათუმში სტატიკა დგახარ. ბოდიში დგეხარ. თავისი დრო აქვს თბილისი. ცი როდის შეიძლება ქალაქში წასვლა რამე საქმეზე. ხო, აი მაგალითად იუსტიციაში მომიწია ხა წასვლა პასპორტი მქონდა გამოსაცვლელი და რომ მივედი და რომ გადავიღე სურათად წამოვედი და სანამ უკან დავბრუნდი ის სურათი თავიდან გადასაღები იყო და დავბერდი. მე აქვე ვცხოვრობ სადაც მუშაობდა. როგორც წესი მანქანას ტოვებ ხოლმე სახში და ფეხით გადავდივარ, იმიტომ რომ ექიმა რომელიც აც განსვენებულმა მითხრა რომ ფეხით სერული კაია ჯანმრთელობაო. აი ესა ჩემი საყვარელი შვილი მირეკავს რომ მივიდა უკვე სკოლაში. ხო მამა სიცოცხლის ანგელოზო. მიყვარ ხალბა მეკვა და მე ვასწები. გავრეცხე მამა კი, გარეცხვის პროცესიც გადავი. კი მამა ხვალე ბათუმში სავალ გარეცხილ მანქანით. კაი ჩემო სიცოცხლე მამა. დავაი კოცი. საბა საპანაძემ დაგიტოვათ კითხვა. 3 ნივთი რომელსაც ჩვენი შემდეგი სტუმრის ავტომობილში ყოველთვის ვიყო. ხო მითხრა 3 ნივთიო, მე გაჩვენებთ 7 ჯერ 3 ნივთს. აუცილებელი პირობა. ესე იგი, მანქანაში გვაქვს ველოსიპედი, გასაბერი ნავი, თუ არ გჯერა რომ ნავია გამოვიღებ და გაგიბერა ვაკეთებიდან, მაგიდან თავისი 4-ის კამით, მართლა მაღალი. ნუ ბალიში აქიდანაც ჩანს. რა გინდა სულ? კი, გიტარაც ეტევროდ ახლა არ მიდევს. გიტარა, იმიტომ რომ იმიტომ. სულ გიტარით ხარ ვიგებ და გინეკოლოგს ხوار და თავისი ისინი თან. ვერ გევიგე. ამ მანქანას რო უყურებთ, მოვლილი აქვს მთელი ევროპა. ხო და შუაგულ ევროპაში ვართ დამყოფი აი ამით. შეიძლება წარმოგიდგინოთ მანქანას რომელსაც ნაწილებით სვივა და როდესაც დავდივართ სამოგზაუროდ გიტარა ყოველთვის მაქვს და ყველა ლოკაცია სადაც გავჩერდებით, აი იქ დავშეთ საბერძნეთში გავჩერდით მეტეორაზე და აი იქ რაღაც ბერძნული დაუკარი. გერმანიაში ჩავედი და es regnet am morgen, es regnet am tag, es regnet am abend und auch nachmittag. მიმღერეთ ეს რა? რატო გეჩქარება შვილო, რატო მიხვალ მოლთან და გაშეშტები, ხო? ბაბუაჩემ აი რატო? ნელა იარე, ასე. ოღონდ გიტარა, აი როგორ დაიწყო თქვენი და გიტარის ურთიერთობა, ხო? რაღაცა უცნაური ისტორია, ხო? აბაზანაში უკრავდით ხოლმე თქვენ აბაზანაში აბაზანა კი არ იყო მისთვის განკუთვნილი ადგილი, რაც აბაზანაში უკრავდი, იმიტომ რომ არ მაგვევინებთ ეს ხოლმე. და მაინტერესა რომ აი ეს რაღაც ხისნაჭერი, რომელსაც გაბმულია, მე როგორც აღმოჩნდა სიმები, ქვია, რაღაცა ხმას გამოსცემს და პასპორტი ახლდა. როგორ ავაწყოთ გიტარა და დაიღეთ ტელეფონის ყურმილი, მოусმინეთ ზუმერს, მაშინ სახლის ტელეფონები იყო, არ იყო მობილურები გამოგონებული. ის ზუმერი თურმე რაღაც ნოტია, ლა არის ნოტი და ანუ პირველი სიმი ისე უნდა მოუჭირო, რომ იმ ხმას გაუსწორო. ხო და რაღაც ერთი თვე მარტო ავაწყობდი, დავშლილი ავაწყო და ამაზე ვერთობოდი. მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა. კეთბავა. თენდება თუ გამდება. შემწვარი და მოხრაგული სიზმარში წმელან
ხდება. აი ეს მასალები და აი ეს мама ჩემისთვის რომ ეთქვა გიტარაზე შემიყვანება, მომკლავდა ალბათ, იმიტომ რომ პური არ იყო და შიმშილობა იყო და რიგები იყო და პური გალახვა, აი ამ რაღაცაზე რა გამახსენდა? ეს კარაქიანი პურები და ჩემ კარაქიანი პურები, გოგო საიდან იციან ჩემი ამ კარაქიანი პურებს მომიტოვებდა და ჩემ გამიტო დილას მეორე სფერო ვიყავ სკოლაში და ამიტომ ამას შეჭამ და კიდე რძეში ესე ჩაბუჟბუჟებული პური ესე გამოფუნდება. მაშინდელი მშობლების ერთ-ერთი სული რა იყო? განათლება მიიღოს ბავშვმა, არა. შიერი არ იყოს, ნაჭამი იყოს ბავშვი. ხო და მე ამ კარაქიან პურებს და რძეში ჩამბალ პურებს ინდაურების საჭმელს გაზის უკან გადაუშვებიან მაცივრის უკან და мама ჩემი რო გამოწევდა მაცივარს ან გაზს რო ესეთი კედელი იყო კარაქიანი პურები. დედა დევიქსი ცოტა ჩამოვწევ. დედა ცოტა ჩამოვწევ. აღარ შემიძლია. უიმედი და დილავან აი უხელების გარეშე დამყავს მანქანა რატომ? იმიტომ რომ საცობში ვარ. ვაშა შედებას. ჩვენ შემდეგ სტუმარს მინდა რომ დაუტოვოთ კითხვა. ახსნას რატო ქვია ამ ნაწილს ბარდაჩოკი? შენიც რატო ქვია ბარდაჩოკი? ამას ქვია სათავსო. ხო, მაგრამ აბა გააჩერე ნებისმიერი და კითხე რა ქვია რა ვინც გეტყვის სათავსოსო, შემგან 100 ლარი გოგუიეცი ეგრევე აჩუკე. ბარდაკია სულ. გახსენი ნახე რა დევს. ნასკი. უკვე პირველ ხოცილი სალფეთკი. ლედი, რაცხა ლამაზი ბერანგი. ო, მასერდად ვერ დაკეთე. ნახე რა ხდება. ო! ამაშია საქმე. უღრმესი მადლობა ესეთი საინტერესო და სახალისო საუბრისთვის. ხვიჩა მაღლაკელიძე. დიდი მადლობა. მადლობა თათა საინტერესო და სახალისო სიუჟეტისთვის ვაგრძელებთ ჩვენს